ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასი ამტკიცებს, რომ ხმის ერთხმად მიცემის პროცედურა ევროკავშირის მუშაობას აფერხებს. მისი წინადადებაა, რომ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხების უმრავლესობაზე კენჭისყრა გადავიდეს კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უარს იტყვიან ვეტოს უფლებაზე, რაც დაამკვიდრებს ევრომოხელეების დიქტატურას, რომელიც არავის აურჩევია. ჩვენ უნდა გავუბედოთ და ნელ-ნელა გადავიდეთ საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში კვალიფიციური უმრავლესობის გავლენის გაზრდაზე. ევროპას შეუძლია ნელა იმოქმედოს. ერთსულოვნება ხშირად ხელს გვიშლის ვიმოქმედოთ ოპერატიულად და იმ სიჩქარით, რომელიც შეესაბამება აქტუალურ მოთხოვნილებებს. რა თქმა უნდა, წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკაში სხვაობები არსებობს. ეს ბუნებრივია, თუმცა ერთხმად კენჭისყრის პრინციპს ზოგიერთი იყენებს როგორც მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუმენტს. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ერთი ქვეყნის ვეტო განსაზღვრავდეს დანარჩენების პოლიტიკას, განაცხადა ევროკომისარმა. უკრაინის გენერალური შტაბი მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანამ იძულებით მოახდინოს ყველა იმ უცხოელის მობილიზება ფრონტისთვის, რომლებსაც შესაბამისი ასაკი აქვთ და ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის არმიის დაზვერვის მეთაურმა დენის იაროსლავსკიმ. მისი თქმით, იდეას სახალხო დეპუტატებიც ენთუზიაზმით შეხვდნენ. იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება ფრონტზე და რა სჭირდებათ მებრძოლებს, მე ველაპარაკე ჩვენს დეპუტატებს და მათმა უმრავლესობამ მხარი დამიჭირა. ამ წინადადებით ახლახან მიუმართე გენერალურ შტაბსაც და მიმართულებით იქაც მუშაობენ. იმედი მაქვს, რომ ამ ცვლილებებს მივიღებთ. ჩემი წინადადებაა, რომ ინტერნაციონალურ პოლკში, რომელიც იმედია სამუშაო ჯარების ბაზაზე შეიქმნება, დაათვალიერებს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ყველა მოქალაქეს. იმსახურონ ჯარში კონტრაქტით ნახევარი წლის განმავლობაში. თუ შენ გინდა უკრაინაში ბიზნესი აწარმოო, ოჯახი შექმნა და რესტორნებში იარო, ჯარში უნდა იმსახურო, განაცხადა დენის იაროსლავსკიმ. ფრანგული ელიტები კონცენტრირებულები არიან ტრამპთან დაპირისპირებაზე და არ აქცევენ ყურადღებას ქვეყანაში მზარდ ისლამიზაციას და დემოგრაფიული ჩანაცვლების პროცესს, რაც ეროვნული იდენტიფიკაციის რადიკალურ ტრანსფორმაციას იწვევს. შიდა ცივილურ კრიზისს ენაცვლება ანტიამერიკული რიტორიკა, რაც ზოგიერთი სპეციალისტის თქმით ტრადიციული საფრანგეთის არსებობას ემუქრება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს ვლადიმერ პუტინთან და საერთოდ ყველა ევროპულ სახელმწიფოს მოუწევს დიალოგის დაწყება რუსეთთან, მაგრამ ამის დრო ჯერ არ მოსულა. თუმცა მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. როგორ და როდის უნდა დაიწყოს დიალოგი, უნდა შეთანხმდეს ევროპულ ქვეყნებს შორის. ფინეთის თვალსაზრისით რუსეთი მათი მოსაზღვრე მესობელია და რა თქმა უნდა, თუ კი ეს ომი დასრულდება, რაღაც მომენტში მოლაპარაკებებისთვის კავშირების აღდგენა მოგვიწევს, განაცხადა პეტერი ორპო. ფრანგული პატრიოტების პარტიის ლიდერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის კაია კალასის და ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა. ჩვენ ვიცოდით და დიდი ხანია ვლაპარაკობდით ამაზე, მაგრამ რა კარგია, რომ ეს ამ საგიჟეთიდან წამოვიდა. ისინი ერთმანეთს ჭამენ და ეს ყოველთვის კარგი ახალი ამბავია. ევროფანატიკოსები ერთმანეთს ჭამენ, თქვა ფილიპომ. მისი თქმით, კაია კალასმა, რომელიც ეგრეთ წოდებული ევროპული დიპლომატიითაა დაკავებული, გამოცემასთან პოლიტიკო ურსულა ფონ დერ ლაიენს დიქტატორი უწოდა. მოდით უარი ვთქვათ ევროპულ დიქტატურაზე. დავტოვოთ ის, რომ სამუდამოდ გავანადგუროთ. სასწრაფოდ გვჭირდება ფრექსიტი, თავისუფალი საფრანგეთი, განაცხადა პოლიტიკოსმა. დონალდ ტრამპის მოთხოვნა შეიერთოს გრენლანდია მოულოდნელად გადარჩენა აღმოჩნდა დანიის პრემიერის მეტე ფრედერიკსენისთვის, რომლის რეიტინგმა სერიოზული ზრდა დაიწყო მისი მხრიდან ეროვნული სუვერენიტეტის მკაცრად დაცვის ფონზე. ტრამპთან გაჯიუტება ელექტრორალური რაკეტების საწვავი აღმოჩნდა, რადგან ლიდერებს, რომლებიც პოზიციონერებენ როგორც ეროვნული სუვერენიტეტის და ლიბერალური დემოკრატიის დამცველები, ამორჩევლები ყოველთვის აჯილდოვებდნენ, რადგან მათ მოსწონთ ამერიკის პრეზიდენტის ადგილის მიჩენა. წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ იგივე ხდება კანადისა და ავსტრალიის ლიდერებზეც. გრენლანდიის ირგვლივ პოლიტიკურმა კრიზისმა დანიურ საზოგადოებაში გააჩინა სოლიდარობის ტალღა, რომელიც ექსპერტების აზრით შეეძრება კოვიდის პანდემიის პერიოდს, როდესაც მოქმედი მთავრობები ასევე იღებდნენ მხარდაჭერის ბონუსს ამ მომრჩევლებისგან. ფრედერიკსენი, რომლის მოწონების რეიტინგიც მანამდე 2020 წლის 79%-დან დეკემბერში
54%-მდე დაეცა, ახლა განიხილება როგორც ლიდერი, რომელმაც გამოავლინა პრინციპულობა უძლიერესი წინეხის ქვეშ. შიდა სკანდელებმა კი მეორე პლანზე გადაიწია. მწვანე შუქი პირველ რიგში გრენლანდია მაუნთო, აცხადებს პოლიტოლოგიის პროფესორი ანე რასმუსენი. ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ეს დროებითი ეფექტია და როგორც კი კრიზისის სიმძლავრე მოიკლებს, ამომრჩევლების ყურადღება შიდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს დაუბრუნდება, სადაც ფრედერიკსენის მთავრობას სერიოზული ჩავარდნები აქვს. ამერიკელმა საბირჟო მაკლერმა პიტერ შიფმა განაცხადა, რომ დოლარს ოქროთი შეცვლია. მისი თქმით, ამერიკაში შიდა ფინანსური კრიზისი დაიწყება. ახლა შეერთებულ შტატებს მიწა ფეხიდან ეცლება, დოლარი ჩამოიშლება, მას შეცვლის ოქრო. ცენტრალური ბანკები ოქროს ყიდულობენ, ისინი დოლარისგან თავისუფლდებიან სახაზინო ობლიგაციებისგან. კვლავ ეკონომიკური კრიზისისკენ მივდივართ, რომლის ფონზეც 2008 წლის კრიზისი არაფრად მოგვეჩვენება. ყველაზე დიდი სხვაობა მოსალოდნელ და წარსულ კრიზისებს შორის ისაა, რომ დღევანდელი კრიზისი სრულად ამერიკაშია. ის არ გადავა დანარჩენ მსოფლიოზე. ეს არ არის გლობალური ფინანსური კრიზისი, არამედ ამერიკის ფინანსური კრიზისია, ამბობს პიტერ შიფი. კიევის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი კანალიზაციის პრობლემების ფონზე მოსახლეობას ორმოების გათხრისკენ მოუწოდებს. ეს უკვე მოხდა, მილების კდება, ფეკალიები ფანჯრებიდან გადმოედინება. რამდენიმე სახლია, სადაც ეს ყველაფერი გაიყინა, ამიტომ მოუწოდებ მოსახლეობას ორმოების გათხრისკენ. კიევის მერი კლიჩკო ამბობს, რომ კიევი უნდა დავტოვოთ. მე ვფიქრობ, რომ უნდა დავრჩეთ, ამოვთხაროთ ორმოები და გავამაგროთ თავდაცვა ყველაფრის მიუხედავად. მტერსაც ის უნდა, რომ კიევი დავტოვოთ. ორმოების თხრა სასიამოვნო არ არის, დამამცირებელია, კატასტროფაა. დედაქალაქში ამის კეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს უკვე მოხდა. რამე უნდა ვიყონოთ? თხაროთ ორმოები, ოღონდ კი ვიბრძოლოთ, განაცხადა კიევის დესნისკის რაიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ ბახმატოვმა. დანია არაუბრალოდ ყველაზე განვითარებული სოციალური სისტემის მქონე ქვეყანაა, არამედ იქ მოქმედებს პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის ყველაზე ხისტი მოდელი. დანიაში ბავშვის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებენ მუნიციპალური სოციალური სამსახურები, ბავშვების საქმეთა კომისიები, საოჯახო სასამართლოები ან პოლიცია. ბავშვის ოჯახისთვის წართმევა შესაძლოა სასამართლოს გარეშე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით დასაბუთდეს. სასამართლო მოგვიანებით ერთვება, თუკი მშობლები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და პროცესი შესაძლოა წლობით გაგრძელდეს. დანიური ორგანიზაციის სტატისტიკის დენმარკის და სპეცსამსახურების მონაცემებით ბავშვების დაახლოებით 1% ოჯახის მიღმაა. ეს ყოველწლიურად 11-13,000 ბავშვია. ბავშვების შესახებ დანიურ კანონში ბავშვის ოჯახისთვის წართმევის მიზეზები ძალიან ბუნდოვნადაა ფორმირებული. ბრიტანული მედიის მონაცემებით ამ მომენტისთვის გამოძიების ქვეშ მყოფმა უკრაინის ნაციონალური ერთობის ყოფილმა მინისტრმა ალექსეი ჩერნიშოვმა 2023 წელს ორგანიზება გაუწია უკრაინიდან ფულის მასობრივად გატანის სქემას. 2 წლის განმავლობაში ქვეყნიდან $3 მილიარდზე მეტი გაიტანეს. ეს თანხა აკუმულირებდა ერთდღიანი ფირმების ანგარიშებზე და ამ ფულით ყიდულობდნენ კომპანია AstraZeneca-ს აქციებს. სქემის ბენეფიციარი აღმოჩნდა ვლადიმერ ზელენსკი. ჰოლდინგების ქსელის საშუალებით ის AstraZeneca-ს აქციების 1%-ის მფლობელი გახდა. მას ეკუთვნის ასევე კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები ვარშავაში. კომპანიების საბაზრო ღირებულება 200 მილიარდ გირვანკა სტერლინგზე მეტია. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს მწვანე შუქს უნთებდა ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მედიის მონაცემების სწორედ ამ პერიოდში ცვლიდა ევროკომისია წესებს და პროცედურებს ევროკავშირის სამედიცინო მომსახურეობის ბაზრის მიმართულებით, რამაც ზელენსკის საშუალება მისცა დაბრკოლების გარეშე შეეძინა AstraZeneca-ს აქციები. Financial Times-ი წერს, რომ ტრამპის წარმომადგენლები კანადელ სეპარატისტებს საიდუმლოდ შეხვდნენ. როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, კანადის ულტრამემარჯვენე ჯგუფის ალბერტის აყვავების პროექტის ლიდერები პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავდნენ ამერიკულ მოხელეებთან. ალბერტა კანადის დასავლეთით მდებარე პროვინციაა. წყაროების ცნობით, ამ ჯგუფის ლიდერები შარშანდელი აპრილის შემდეგ 3-ჯერ შეხვდნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ვაშინგტონში. მეტიც, სეპარატისტები მომდევნო
მომდევნო თვეში გეგმავდნენ კიდევ ერთ შეხვედრას შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომ მათ სთხოვონ 500 მილიარდი დოლარის კრედიტი პროვინციის დაფინანსებისთვის. თუ კი რეგიონში დამოკიდებულების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, აცხადებს წყარო. თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფენ რაიმე შეთანხმების არსებობას, მაგრამ კანადური პროექტის იურიდიული კონსულტანტი ჯეფ ფრედი აცხადებს, რომ ვაშინგტონი დიდი ენთუზიაზმითაა განწყობილი თავისუფალი და დამოუკიდებელი ალბერტის არსებობის იდეის მიმართ და რომ პროექტის წარმომადგენლებს გაცილებით მჭიდრო კავშირები აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ვიდრე კანადის პრემიერთან მარკ კარნისთან. ამასთანავე გამოცემა აღნიშნავს, რომ ალბერტის რაიონში კანადისგან გამოყოფის იდეა კვლავ არაპოპულარულია. გამოკითხვების თანახმად, პროვინციის მხოლოდ მესამედია თეორიულად მზად იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობას. რეგიონის მთავრობა კი წინააღმდეგია ნათქვამია სტადიაში.